მოგესალმები დიანა, დიახ, თქვენმა მაყურებელმა ზუსტად რომ გაიგოს, ანუ დღეს ლუქსემბურგში საგარეო უწყების ხელმძღვანელების საბჭო არის და მიმდინარე საქმეების ბლოკში განიხილებოდა საქართველოს. ტრადიციულად, როდესაც ამ ბლოკშია საკითხი, არ მოიაზრება, რომ გადაწყვეტილებას გამოიტანონ მინისტრები, ძირითადად არის საუბარი თუ რა ვითარება კონკრეტულ ქვეყანაში, რა ნაბიჯები შეიძლება სამომავლოდ გადადგას ევროკავშირმა და როგორი რეაქცია უნდა ქონდეს არსებულ ვითარებაში. მით უმეტეს, როდესაც საუბარია კანდიდატ ქვეყანაზე და ამ შემთხვევაში საქართველოზე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი გამოყოფა, ასევე headline მინდა დღეს მაყურებელსაც კიდევ ერთხელ შევახსენო, რაც მთელი დღის განმავლობაში ალბათ ყველამ ნახა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფინეთის პირველი დიპლომატის განცხადება და იმ სტატისტიკის წარმოდგენა, რაც მან წარმოადგინა, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით სტატისტიკურად უფრო მეტი ტოლით პატიმარია ვიდრე რუსეთში და ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციით ჩვენი წყაროსგან ვიცით, რომ დახურულ კარგ მიღმა ელინა ვალტონენმა სწორედ აი ამ კუთხით წარმართა საუბარი თავის კოლეგებთან. რაც შეეხება კონკრეტულად შენს მიერ წარმოდგენილ ეგრეთ წოდებულ headline-ებს, დიახ, ფაქტიურად კაია კალასმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაანონსა, თუმცა სხვათა შორის შემდეგ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე დააზუსტა, რომ ეს არ არის კომპეტენცია ახლა მისი, მაგრამ მან არ გამორიცხა, რომ მას შემდეგ რაც ევროკომისია გააკეთებს შეფასებას, თუ როგორ ასრულებს საქართველოს უვიზო მიმოსვლის პირობებს, ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეული თარგეცირებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის ნოემბრის თვიდანო, ასე ეს არის მისი სიტყვები, გამოყენებული იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი და დიდი უნდა ვივარაუდოთ, რომ რადგანაც თავად კალასმა თქვა, თუმცა მე არ ვიცი ნოემბერში რამდენად მოესწრება, ალბათ სავარაუდოდ იქნება სურვილი, რომ თუ კი საუბარი იქნება კონკრეტულ ქმედებებზე, ჩემი აზრით მაინც ენდომებათ, რომ უკვე ახალი მექანიზმით შეზღუდონ ეს უვიზო მიმოსვლა კონკრეტული ჯგუფებისთვის 17 ნოემბერს ბრიუსელში საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე მიიღებენ ზოგად საქმეთა მინისტრები და გარკვეული რაოდენობა პერიოდი დიდი ხანი არ უნდა დაახლოებით 20 დღემდე რომ შევიდეს უკვე ძალაში და მე ესე ახალი მექანიზმი დავუზუსტოთ თამარ ასევე მაყურებელს არის საინტერესო და გარკვეული ჯგუფები თუ იყო დაზუსტებული მათი მხრიდან ან დღეს არ დაუზუსტებია კაია კალას, მაგრამ თუ მაყურებელი უბრალოდ აი მოძებნის საძიებო სისტემაში ძალიან კარგად არის აღწერილი და ჩაშლილია ახალი შეჩერების გამარტივებული მექანიზმი ასეთია, ამ ახალ მექანიზმს, რომელიც სავარაუდოდ ძალაში ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისში შევა და იქ საუბარი არის, რომ უკვე ემატება, ანუ უფრო მოქნილი ხდება გადაწყვეტილება, უფრო ყველაწევრის თანხმობის მიღმად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ეს ისედაც იყო დიანა, უბრალოდ ახლა ემატება, აი მაგალითად, რატომ არის საქართველოს საკითხი უფრო მეტად, ანუ აქტუალური, იმიტომ რომ პირდაპირ არის დოკუმენტში საუბარი, რომ ის პირები, ვინც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ზეწოლებზე, აი უფლებების ჩახშობებზე, თავისუფლად გამოხატვის წინააღმდეგ რაღაცა ქმედებების გატარებაზე და პირდაპირ წერია ხელისუფლების წარმომადგენლები, თავრობის წარმომადგენლები, სამინისტროების წარმომადგენლები მათ მიმართ უკვე თარგეტირებულად და პრინციპში დიანა ეს უკვე გამოყენებული აქვს ევროკავშირის წინსწრება საქართველოს მიმართ, რადგან ყველა მიცით, რომ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის ისედაც შეზღუდულია, თუმცა ახლა ამ ახალი მექანიზმით ნახეთ რა ხდება, რომ როდესაც ბოლომდე გავა და ეს მექანიზმი შედის ძალაში, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ჭირდება საბჭოს და ევროპარლამენტის, მაშინ სავალდებულო იქნება ახსნილებისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ეს ახალი თარგეტირებული ჯგუფების მიმართ ვიზეც იქნება შემუშავებული. კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერია, ასევე თარგეტირებული მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან ევროკავშირისთვის ჰიბრიდულ საფრთხეებთან და ესეც ჩემი აზრით ახალი კომპონენტია და ძალიან
საინტერესო კომპონენტია, რომელიც ესე მორგებულია ზუსტად იმ საფრთხეებზე, რაც დღეს რუსეთისგან მომდინარეობს და რუსეთთან დაკავშირებული თქვათ აი რაღაც ასეთ ჰიბრიდულ საფრთხეებთან. ასე რომ უნდა ველოდოთ სავარაუდოდ ამას უბრალოდ მე არ ვიცი დროში ნოემბერში იქნება თუ ეს დეკემბერში, რაც შეეხება თარგეტირებულ სანქციებს და ეს სხვა სახის სანქციებია, ეს არის გლობალური მაგნიტის სია, რომელიც ასევე ევროკავშირს აქვს და ასევე მეორე მექანიზმი არის ესეთ ჰიბრიდულ საფრთხეების წინააღმდეგარი დეზინფორმაციის წინააღმდეგ და იცი და შენ გადაცემაში დააშუქე რომ ჩვენმა კოლეგამ რიტა ბუზიაკმაც გაავრცელა ინფორმაცია რომ მოხელვასავი პირველი განხილვა მეორე მექანიზმზე თარგეტირებულ სანქციებზე ორი ტელეარხთან დაკავშირებით ევროკავშირში იყო კაია კალასი დღეს არ აკონკრეტებს რომელ მექანიზმზე იყო დახურული მიღმა საუბარი თქვათ პერსონალურ სანქციებზე რაშიც იგულისხმება დაყადაღება ქონების გაყიდვა არა მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლის შეუძლია არამედ ეს უფრო მძიმე სანქციებია თუ თუნდაც ჰიბრიდულ საფრთხეებიდან გამომდინარე თუმცა მან დღეს თქვა რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება აი ამ სანქციების შეთანხმება აი ეს იყო ძირითადი მომენტი და ბოლოს დავასრულებ ახლა დღეს მისი სიტყვებიდან ბრიფინგიდან ცნობილი გახდა რომ აი ამ წუთებში აქ მიმდინარეობს ესე იგი უსაფრთხოების და დაკავშირებადობის მინისტერიალი ორი პანელია შავი ზღვის უსაფრთხოების პანელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების პანელი და გამოქვეყნებული დოკუმენტი ინტერნეტში გავრცელდა სადაც ჩამონათვალი არის მონაწილეები და საქართველოს გრაფის დასწრი არის სიცარიელო და ჩვენ ევროსკოპის მიერ დასმულ შეკითხვას კაია კალასი პასუხობს რომ ადასტურებს რომ საქართველოს მინისტრის დონეზე ამ შეხვედრაზე მიწვეული არ იყო რაც ძალიან სამწუხაროა რადგან შავი ზღვის ახალი კონცეფცია უსაფრთხოების ჩემი აზრით საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თამარ ნუცუბიძე გვერდთვებოდა ლუქსემბურგიდან ის ესწრებოდა პრესკონფერენციას